თემის დეტექტორი ხშირად ამოწმებს ხოლმე პროსახელისუფლებო მედია საშუალებებისა და გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ მტკიცებებს დასავლელი ლიდერების შესახებ. ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა ასეთი საინფორმაციო ბარათები, რომ ხშირად კონკრეტული დასავლელი ლიდერის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებას თან ერთად აშუქებენ ხოლმე აწმყოში მომხდარ მოვლენას. გარდა ამისა, ხშირად ხვდებით ხოლმე კონტექსტიდან ამოგლეჯილ გაშუქებულ ფრაზებს, როდესაც დასავლელი ლიდერები აკეთებენ განცხადებას, მხოლოდ იმ ნაწილს აშუქებენ, რომელიც კარგავს მნიშვნელობას ან სრულიად სხვა კონტექსტში აღიქმება ქართულენოვანი აუდიტორიის მიერ, როდესაც მას ვაშუქებთ სრული განცხადების გარეშე, მხოლოდ რამდენიმე წინადადებას ამ დასავლელი ლიდერის. ასეთი მრავალი შემთხვევა გვაქვს წარსულში გადამოწმებული. მითების დეტექტორის მიერ გადამოწმებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებებიდან ბოლო პერიოდში, ახლა რაც მახსენდება, ყველაზე უფრო თვალშისაცემი იყო ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცება, ამ შემთხვევაში ვიდეო მანიპულაციასთან ჰქონდა საქმე და ასევე სულ რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული მტკიცება ეუთოს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის შესახებ. მას შემდეგ, რაც ვალტონენი ესტუმრა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს, ამის შემდეგ პროსახელისუფლებო აქტორები და მათ შორის მედია ცდილობდა ელინა ვალტონენის დისკრედიტაციას. მითების დეტექტორის მიერ გადამოწმებული მასალებიდან, როდესაც საქმე ეხება დასავლელი ლიდერებს, ხშირად ხვდებით ხოლმე კონტექსტიდან ამოკვეჯილ ფრაზებს და მანიპულაციურ მტკიცებებს, ასევე გვაქვს ხოლმე დეზინფორმაციები კონკრეტული ლიდერების მიმართ. მაგალითად, ხშირია ხოლმე გერმანელი თანამდებობაზე მყოფი პირების პოლიტიკოსების შესახებ დეზინფორმაციული მტკიცებები, მათი წინაპრების შესახებ, რომ ისინი ნაცისტები იყვნენ. ასეთი არაერთი მტკიცება აქვს გადამოწმებული მითების დეტექტორს.